აი პროსტატიტი უფრო საინტერესო რამ არის. და რატო? არსებობს მწვავე და არსებობდა ქრონიკული პროსტატიტი. მწვავე გასაგები არის მწვავე ბაქტერიული როგორც წესი, რომელსაც აქვს შემცივნება, მაღალი სიცხე, უეცრად დაწყებული მოშარდის პრობლემები, ხშირი შარდვა, წვა და როგორც წესი არის ახალგაზრდებში. კითხვით წეღარო 50 წელს ზემოთ იწყება თქო, მაგრამ ეს არ ეხება მწვავე პროსტატიტს. ანუ მწვავე პროსტატიტი შეიძლება ნებისმიერ ასაკში იყოს. და ამ შემთხვევაში მკურნალობა ანტიბიოტიკები არის როგორც წესი. აი ქრონიკულ პროსტატიტს რასაც ეძახდნენ ადრე შეიძლება უფროსმა თაობამ უფრო იცის მასაჟებით პროსტატის მკურნალობა რაღაც სხვადასხვა მეთოდებით რეალურად ეს სახელი შეიცვალა იმიტომ რომ პროსტატიტი რომ დაირქოს უნდა იყოს ანთება ანუ უნდა იპოვო რომ არის პროსტატის ანთება მაგრამ მოხდა რა უამრავი ახალგაზრდა მამაკაცი მოდიოდა მსგავსი ჩივილებით რომ რაღაცა ყრუხასიათის ტკივილი შორისის არეში შარდის ბუშტის არეში ხერხემალში რასაც ადრე ეს ქრონიკული პროსტატიტი ერქვა. მაგრამ ვერ პოვლობთ მიზეზს. ანუ იმ დონემდეც კი რომ ბიოფსიებსაც კი უკეთებდნენ ანთების სანახავად. ყველა ანალიზი რომ ნორმაში იყო რომ იქნება ანთება არის და ანალიზებში ვერ ნახულობთ და იქაც რო ვერ ნახეს საბოლოო ჯამში. შეიცვალა სახელი და ეხა მსგავს მდგომარებას ქვია მენჯის ქრონიკული ტკივილი. ანუ ჩივილი აქვს მამაკაცს ობიექტურად აქვს აწუხებს, მაგრამ დიდი ალბათობით ჩვენ მიზეს ვერ პოვლობთ. ესეთ ხელმოსაჭიც რომ ვიპოვოთ, რომ აი შენ ეს გაქვს და ამას კი მკურნალებთ, არ არის. შესაბამისად, ბევრი გამომწვევი მიზეზი არის ამ მენჯის ქრონიკული ტკივილის. დაწყებული მაინც რჩება ანთების, ანუ ინფექციის ის ვარიანტი უბრალოდ ვერ პოვლობთ, რატომღაც დამთავრებული მენჯის კუნთების დაჭიმულობით და ფიზიოთერაპია შველით. აი მთელი სპექტრი არის ამისი. სხვათა შორის ძალიან უმეტესობა შემთხვევაში ეს მამაკაცები არიან მოდი ესე ვთქვათ ემოციური ხალხი. ამას რა კავშირი აქვს ამ მენჯის ქრონიკულ ტკივილთან ცოტა რთული სათქმელია. თუმცა ერთი თეორია შემიძლია ვთქვა. არის ესეთი ისე რომ ანთების დროს ტკივილი უნდა კონდეს ყველას, ხო ნორმალური დამცველობითი ფუნქცია არის ორგანიზმის. და არის ესეთი თეორია, რომ ოდესღაც იყო ანთება, რომელმაც ჩართო ტკივილის მედიატორები. ანთებამ გაიარა, მაგრამ ეს ტკივილის შეგრძნება დარჩა ჩართული. და აწუხებთ ამ ადამიანებს, მაგრამ რეალურად ანთება აღარ არის.